გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკას და დღეს წესი ძალიან საინტერესო ვიდეო გვექნება. პირველ რიგში არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს თუ გამოწერილი არ გაქვს და მეორე რიგში გათამაშება არ დაგავიწყდეს, სადღაც აქ იქნება. სანამ ვიდეოს დავიწყებ, ბარემ ვიტყვი რომ ეს რა ქვია, Mazda-ზე გვექნება დღეს პატარა მანიპულაციები, Mazda-ს ყიდის სხვათა შორის თუ ვინმეს უნდა, ან ეს რა ქვია, ცვლი ისეთ მანქანაში, რომელიც წილკანში კარგად ივლის. რომელთაც ძირით არ გამოვედები, წილკანში ისე შემოვალ და გავა. მოკლედ, ეგრაც შეეხება ჩემ ავტოტრანსპორტს. მაგრამ დღეს ესეთი საინტერესო მანიპულაციები გვექნება. ესე იგი, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტში შექმნეს ახალი მოწყობილობა, ანუ ახალი დანადგარი ავტომობილისთვის, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს კი არა და საერთოდ აქრობს გამონაბოლქვის სუნს, რომ და ცვლის სპეციალური არომატიზატორების სუნით, ანუ უამრავი სუნი არსებობს და ჩვეულებრივი და ფრანგული პარფიუმით შეგიძლიათ გამოიყენოთ და იმის სუნი ექნება თქვენ გამონაბოლქს და ასევე CO-ს აქრობს სრულიად თავიდან ბოლომდე არანაირი CO აღარ არსებობს ავტომობილში. ეს ახალი გამოგონება გამოიყურება აი ესე. ეს არის ახალი გამოგონება, ესე იგი, გამშვებ კოლექტორზე დგება სპეციალური გამფრქვევები, ეხლა რომელსაც ავაწყობ და დავაყენებთ, ანუ ყველაფერს დავაერთებთ და დავტესტოთ როგორი სუნი ექნება. მოკლედ ეს არის ეს ინოვაციური გამოგონება, რომელიც ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა API-მ წარმოადგინა. ესე იგი, ეს გამოგონება, ანუ ყველა სრული კომპონენტებით მოდის, რომელიც მანქანაზე დასამონტაჟებლად არის საჭირო. მანქანაზე დამონტაჟებისთვის ესე იგი საჭიროა ავზი, სადაც ჩვენ სუნამოს შევასხავთ. ასევე საჭიროა მილები, რომლითაც სუნამო მივა გამონაბოლქ სისტემამდე და ასევე კომპიუტერის მოდიფიკატორი, რომ გამონაბოლქში სუნამო შეიფრქვეს და აღარ გამოიფრქვეს გამონაბოლქი მანქანიდან. ამ ძრავიდან რომ გამონაბოლქი საერთოდ აღარ გამოვიდეს. ასევე მრქვევანები თვითონ, რომელიც გამონაბოლქ სისტემაში დადგება და შეასხავს და ასევე ამ შლანგის გამანაწილებლები, დამაგრძელებლები და სამონტაჟო მოწყობილობები, რომელიც დაგჭირდება. ასევე მოყვება სპეციალური კნოპკა, რომლის დაყენების შემთხვევაში, ანუ შეგვიძლია ძრავის კომპიუტერი ისე მართოთ, რომ გამოუშვას სხვადასხვა სუნის, სხვადასხვა გამონაბოლქვის ბაჩოკიდან, ესე ვთქვათ რა, ვიხლოპიდან. ასევე შეგვიძლია რომ ამ კნოპკის საშუალებით, ანუ ამას აქვს თავისი კოდირება რა, დაახლოებით არა, უბრალოდ ამას აქვს თავისი კოდირება. 4ჯერ დაჭერის შემთხვევაში უშვებს სხვა სუნს, 3ჯერ დაჭერის შემთხვევაში სხვა სუნს და 6ჯერ დაჭერის შემთხვევაში და მერე 3 წამი დაყოვნების შემთხვევაში უშვებს CO-ს გარეშე გამონაბოლქს. ასევე ამ კნოპკაზე 8 წამი დაჭერის შემთხვევაში შეგვიძლია ბენზინის ავტომობილის დიზელის სუნი გამოუშვებინოთ და 8ჯერ სწრაფად და ერთხელინელა დაჭერის შემთხვევაში ბენზინის ავტომობილი უშვებს დიზელის სუნს და დიზელის ავტომობილი გამოუშვებს ნავთობის სუნს პირდაპირ. პირდაპირ ნავთობის სუნი გამოვა. მაგრამ მაგ ოპციას ალბათ არავინ არ გამოიყენებს, იმიტომ რომ როცა ესეთი კარგი ფრანგული სუნამოების სუნი შეგვიძლია გქონდეს, ეხლა რისთვის უნდა გამოვიყენოთ ამ ბენზინის და დიზელის სუნის გამოშვება, შესაბამისად ალბათ ეგ არავის არ დავჭირდება. ასევე ეს კნოპკა არის სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ ძრავის კომპიუტერს რადგან მოდიფიკაციას უკეთებს, 11ჯერ დაჭერის შემთხვევაში აქრობს ზეთის წვას, ანუ ზეთი აღარ იკლებს ავტომობილს, ზეთს აღარ მოიკლებს, ზეთის კლება შეწყდება და 12ჯერ დაჭერის შემთხვევაში საწვავი თავისით დაემატება ავსში. ასევე 1 საათი თუ დაიჭერთ ამ კნოპკას და გეჭირებათ, მაგ შემთხვევაში თითი დაგეყრებათ, მეტი არაფერი. ეს მოგთხოვა რომ მეთქვა და მარე იყოს საშუალება და თქვი ჩემი რა ვიცი. მოკლედ ეხლა გადავედით ამ ყველაფრის მონტაჟზე. მონტაჟის კადრებს გადაგებთ, ეხლა ბად ბევრ ახსნას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ამის მონტაჟი და ყველა მიხვდებით როგორ დგება. ანუ თქვენით შეგიძლიათ დააყენოთ, ინსტრუქციაც მოყვება, თუ შეიძენთ, შეძენა შეგიძლიათ API არომატიზატორი G-ზე. მან შედიხართ, უეჭველი იქნება გასაყიდად და შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე წავედით, ეხლა მოდი დავიწყოთ დაყენება. ესე იგი, იმისთვის რომ ეს ყველაფერი კარგად დავაყენოთ, გჭირდება ძრავის სივრცეში ადგილი. ამიტომ ეხლა უკან ადგილი ბევრი არ მაქვს და შემიძლია აი აქ ღვედზე დავადო და არაფერი ისეთი არ მოვა, ანუ ღვედზე შეიძლება ცოტა გაცვდეს, მაგრამ იმუშავებს მაინც, მაგის პრობლემა არ იქნება. ძრავის კომპიუტერთან უნდა დავაერთოთ აუცილებლად ეს კაბელი, ძრავის კომპიუტერთან აუცილებელია, მაგრამ არა, მე შემიძლია ძრავის კომპიუტერთან ეს კაბელი არ დავაერთო პირდაპირ ქანზე, რომელიც აგერ ელექტროჰიდრაულიკის მართვის კომპიუტერში მოდის და ბევრს აღარ ვიწვალებ, შორს აღარ გავიყვარ ამ კაბელებს, შემიძლია აქვე ჩავაერთო. ესე იგი, ვიღებთ ამ კაბელს, ვაერთებთ ქანზე ადგილობრივზე და ვაერთებთ შტეკერს პირდაპირ მოდულში. ეს მოდული არის სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ ეს შტეკერი ჩაერთდეს. აი შეხედეთ, შტეკერი ესე ერთდება, შტეკერს ჩაერთებ, შტეკერი ჩაერთებულია, მოდულს თავის ადგილზე დაამონტაჟებ, ისე რომ არაფერი არ მოუვიდეს და მე აქ უკვე ქანს ჩაერთებ. ესე იგი, ქანში ეს ჩაერთებული გვაქვს. ძალიან მაინტერესებს პირველ ცდაზე როგორ არომატს გამოიტანს, იმიტომ რომ მე როგორც მითხრეს, პირველზე გამოაქვს ის არომატი, რომელიც ადამიანს ყველაზე შინაგანად მოსწონს და ამას მაგის საშუალებაც აქვს, რომ შინაგანად აღიქვას ჩვენ ამოგწონს და იმის არომატები გამოიტანოს. ამიტომ დავეოდოთ, რას გამოიტანს. ესე იგი, ჩვენ გვინდა ახლა შლანგი და გამანაწილებლები. ავიღოთ ეს შლანგი, მოიცა, ერთ წამს ინსტრუმენტი დამჭირდება, იმიტომ რომ ამას ხელით ვერ გავაკეთებ. კნოპკას რაც შეეხება, კნოპკა wireless-ია, ანუ Wi-Fi-ზე მუშაობს. ესე კნოპკა შეგვიძლია ავიღოთ და სადმე სალონში, აი მაგალითად, აი აქ არ მიდის აქ, არ მიდის. და რადგან wireless-ია ეს კნოპკა, შეგვიძლია იდეაში აქაც ჩავაგდოთ და როცა გვინდა მომახმობენ, მაშინ ამოვიღოთ და დავაჭიროთ. ანუ ეგრეც იმუშავებს უპრობლემოდ, არანაირი პრობლემა არ იქნება მაგის მუშაობასთან დაკავშირებით. ესე იგი, ეხლა გვინდა
ჩვენ ინსტრუმენტი, იმისთვის რომ შლანგები ყველაფერი თავის ადგილზე გავიყვანოთ და გამშვებ კოლექტორებზე დავერთდეთ, იმიტომ რომ გამშვებ კოლექტორებზე დაერთების გარეშე ფიზიკურად ეს სისტემა ვერ იმუშავებს. შანსი არ აქვს და იმედია ხა ეს შლანგი რაც მოაყოლეს გვეყოფა იმისთვის რომ ორივე გამშვებ კოლექტორებზე დავერთდეთ. თორე სხვა შემთხვევაში შეიძლება ცალი მხრიდან ბენზინის სუნი წამოიღოს და ბენზინის სუნი არ გვაწყობს გამონაბოლქვში, იმიტომ რომ მე ძირითადად გავარხობდი და გამონაბოლქვს სუნთქავ და ბენზინის სული ცალი მხრიდან რომ წამოვიდეს, მე მეორე მხარეს უნდა დავდგე რომ არომატი იყოს, რა ქვია, პარფიუმის და პარფიუმის გარეშე კიდე ამ ყველაფერს არანაირი აზრი არ აქვს. ესე იგი ჩვენ აქ შეგვიძლია ტრაინიკი დავაყენოთ და ჩაუშვათ ერთი მხარე იქით. ესე ძალიანდება ხოლმე და ამას ცოტაოდენ იმას რა ქვია კბილის პასტას თუ წავუსვით ბევრად უკეთესაჯდება რა კბილის პასტით ბევრად მარტივია ან წებო შეიძლება წებოს გამოყენება შეიძლება ალბათ წებოს თუ წავუსვით ერთი დღე უნდა დააცადოთ და მე წამოვაცოთ სხვა შემთხვევაში ეგ არ იმუშავებს ესე იგი ეს პირდაპირ აქ შეგვიძლია ჩავაყოფინოთ და მეორე მხარე გავიყვანოთ და ჩავაყოფინოთ დაბლა მაგრამ სანამ ჩავაყოფინოთ მოდი გავუკეთოთ სპეციალური ინჟექტორი ამ უბრალოდ აქ პატარა შლანგი დაგჭირდება ინჟექტორის გასაკეთებლად ამიტომ ესე ვქრათ აქ გავუკეთოთ სპეციალურ ინჟექტორს ამ ინჟექტორით ჩავიყვანთ დაბლა ეხლა ცოტა გრძელი შლანგი რომ მქონდეს კოლექტორში ბევრად უკეთესად ჩავაერთებდი მაგრამ რადგან არ არის ესეც შეიძლება ესე იგი ეს გამყავს აქ ეს გამოყავს აი აქ ჩავიდეთ დაბლა კოლექტორთან მოიცადე ეს გვიძალიანდება და ეხლა ხამუთების მოტანა მეზარი ის უნდა ჩავოთ ესე იგი ჩასულია კოლექტორთან ესეც ჩასულია კოლექტორთან ეგ არის სისტემა აწყობილი მუშაობს მოდი ეხლა სანამ ტესტავთ ამას ესე დავდებ რომ ეს დატესტვის პროცესში რამე ახალი არ გამოჩნდეს და ვნახოთ როგორ არომატს წამოიღებს პაპა დაგვეხმარე თუ შეიძლება რა დაგოქი ავტომობილი სუნი გვაინტერესებს როგორი იქნება მოიცა სითხეში მოვიტან ბარემ ჩავასხავ ეს არის სპეციალური სითხე ანუ ეს ფლაკონები მოყვება ეს თქვენ არ გეგონოთ ჩვეულებრივი დეზოდორანტი ეს არის სპეციალური ფლაკონი რომელიც ამ ავტომობილისთვის არის გამოშვებული კონკრეტულად მაზდებზე იყიდება ესენი და ეს რა ქვია ცეცხლი ახატია ცეცხლოვანი მანქანა როა მაგპონტში ახატია ცეცხლი თორე განასხვა და ეს არის სპეციალური გამხსნელი ამ არომატიზატორის რა ანუ იმისთვის რომ ეს ყველაფერი გახსნას უნდა გავაკეთოთ ეხლა ესეთი რაღაც ესე იგი გამხსნელის იმისთვის რომ გამხსნელმა კარგად იმუშაოს ვაკეთებთ ესეთ რაღაცას ამით გავავსებთ ნუ არ არის აუცილებელი ბოლომდე ავსება ცოტა საკმარისია და მე მივაპყურებთ ზევიდან ერთ-ორ სპეციალურ ფრანგულ პარფიუმს ამ შემთხვევაში უკვე აქვე იგრძნობა რა კარგი არომატი აქვს ეს წარმოიდგინე ეხლა გამონაბოლქვის სისტემიდან რომ გამოვა აიმე რა კარგია თქვენ ეხლა სამწუხაროდ აქსნუს ვერ გრძნობთ მაგრამ მე ვგრძნობ და ძალიან კარგი არომატი გამოდის თან კომბინირებული იმიტომ რომ სპეციალურად ამისთვის ესე კომბინირებულად შექმნეს დაქვექეთ თუ შეიძლება დაქვექეთ ძალიან საინტერესოა მე უკან ნახავ როგორი სუნი მოაქვს თან ნახეთ ხმაც უფრო დაურბილდებოდა ესე მოვუსმინოთ როგორი ხმა აქვს საოცარი ღმერთო ჩემო საოცარი ამ არომატს მე ვერ ვარჩევ რომელი ეს არის სამწუხაროდ ფრანგულ პარფიუმში ვერ ვერკვევი კარგად თორე აუცილებლად გეტყოდით ეს რომელი არომატია თუმცა დაახლოებით 95-98-იანი წლების იქნება გამოშვებული სპეციალურად მაზდისთვის საოცარი ღმერთო ჩემო არაჩვეულებრივი არომატი აქვს მოკლედ ესე დავაყენეთ დავამონტაჟეთ დღეს ჩვენ ეს მოწყობილობა თუ თქვენს დაგჭირდებათ ბაბა ჩააქრე თუ თქვენს დაგჭირდებათ ამ მოწყობილობის მონტაჟი დაელოდეთ შემდეგ 1 აპრილს და შემდეგ 1 აპრილისთვის თქვენ ავტომობილზეც დავამონტაჟებთ დროებით